გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით და დღეს მინდა კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად გავიხსენო სააკაშვილის ოცნება და ზოგადად ნაცების ოცნება რა არის. მოდით მეგობრებო, მე და თქვენ კიდევ ერთხელ გადავიმეორებთ, რომ კარგად გვახსოვდეს და არასოდეს დაგვავიწყდეს ის, რომ პირადად სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა დღემდე ოცნებობს საქართველოში რევოლუციაზე და კერძოდ ოცნებობენ საქართველოში ძმათა მკვლელი ომის გაჩაღებაზე და სისხლის ღვრაზე ამ ქვეყანაში. და ამის ხარჯზე სურთ, რომ მერე მოვიდნენ ისევ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში. გადავიმეოროთ კიდევ ერთხელ თუ რას წარმოადგენს სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. ეს არის ფარული ჩანაწერი, სადაც საუბარი მიდის რუსთავი 2-ის თემაზე და მის ბარიკადირებაზე და რევოლუციურ სცენარებზე. მე თვითონ ბარიკადები ვიყავ და რაღაცა ისე, იმენა საბარიკადიროაც ბოლომდე მოება როგორც წყალი ისა და პროსტო ჩორლებრივად მე იყოს რავალკვირიანი სტენდოფი. ეს არ უნდა იყოს შორო, უნდა გარშემო დაამწყოთ დიდი ბარიკადები. უნდა უეხავე დაიწყოთ ამის მომზადება, რკინები ისინი მიიტაროთ, დააწყოთ. აი, პროსტო ჩორლებრივად ციხესიმაგრე უნდა დააკეთოთ. გარშემო რამდენიმე ხანის დაცვის ხაზი, კარვები, ისა, ეს არის ერთადერთი. იასნა. გავიგე. 1500-2000 კაც ჩორლებად ყოველთვის ვიშოვეთ, რომ გამაგროთ. უნდა გამაგროთ, როგორც კი გამაგრებით ერთი კვირა, всё ძალიან გაუჭირდებათ. ხო, ნუ პროსტო მოსამოსავალში გამიჭირდა, მაგრამ მაშინ დაახმარეს. და შემოსავალი ჩორლებრივი რევოლუცია ომია, ხო, შემოსავალი ქერო ეხას ხალხი. გაიგეთ ხო მეგობრებო, რა შემოსავალი ჩორტუ ჩვეულებრივი ომია სააკაშვილი იძახის. გადავახვევ ამ მონაკვეთს და დააკვირდით. ჩორლებრივი რევოლუცია ომია, ხო, დაახმარეს. რა შემოსავალი ჩორლებრივი რევოლუცია ომია, ხო, შემოსავალი ქერო ეხას ხალხი. დიახ მეგობრებო, ჩვეულებრივი ომია რევოლუცია. ეს არის ომი და რევოლუცია გახლავთ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მიზანი ამ ქვეყანაში. გავაგრძელოთ მეგობრებო და ამჯერად სააკაშვილი იგივე თემაზე ესაუბრება ბოკერიას. აქ სააკაშვილი ბოკერიას ებაზრება ისევ რუსთავი 2-ის თემაზე და ისევ მიდის საუბარი ბაევიკებზე, ბარიკადებზე და სროლაზე. ყურადღებით მოусმინოთ მეგობრებო ნაბოზარი სააკაშვილის ოცნებას. ოზიეთ პირად ციხესიმაგრე უნდა აშენოს საწოლებში. თავისი დაცვით, გამაგრებებით, ბაევიკებით, რომ პროსტო სროლის განაში ვერ შევიდე. ბაევიკები მაგას არ აღავს, არა, რა კომას. არა, შეიძლება მეორე ორი. გესმოდათ ხო მეგობრებო, აქ ჩალიჩობდნენ იმას, რომ რუსთავი 2-ის აი პროცესები რომ მიდიოდა სასამართლოები და რაღაცები, მაშინ რომ აი ამ თემით წამოეწყოთ და საქმე მიეყვანათ სროლამდე და სისხლის ღვრამდე. აი ეს არის რეალური სახე სააკაშვილის და ნაცების, რო ვიძახი ხოლმე მეგობრებო და სხვას არაფერს არ წარმოადგენენ. მოდით ახლა ვნახოთ სააკაშვილის საუბარი მეოთხე თუ 24 ლედი სოფო ნიჟარაძესთან, სადაც რა თქმა უნდა ისევ სისხლის ღვრაზე მიდის საუბარი. ეცეჭირო. პირველი თუ მეორე? მან სისხლის ღვრა იქნება, რო იცოდა. ნაპანჩი, აქა ჩვენთან? აბა. ხალბათ იქნება. სტოპ იქნება კინძიო. ისე ამ ჩანაწერის მერე თავისუფლად შეგვიძლია სააკაშვილს კინძი მიშა დაუძახოთ, რადგან თვითონ იძახის, რომ სტოპრო სისხლის ღვრა იქნება კინძი ვიყო. რადგან არ მისცეს ამის უფლება სააკაშვილს, რა თქმა უნდა, შეგვიძლია უკვე რომ თამამად და ჩვეულებრივად კინძი მიშათი მოვიხსენიოთ მიხუილო სააკაშვილი. ეხლა მეგობრებო, მოდით გავიხსენოთ უფრო გვიამდელი, აი სულ ახლახანს რომ ცდელობა ქონდათ რევოლუციის და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდებისა, აი ამ დროინდელი საუბარი ბაჩუ ახალაიასი და ახალაიას ხელისბიჭის ბურჭულაძის, ნემო ბურჭულაძის ფარული ჩანაწერი მოусმინოთ, სადაც რა თქმა უნდა ისევ საუბარი მიდის სისხლის ღვრაზე და რევოლუციაზე.
ეს კარგად მომისმინა მითხარიება მე უჩერ ველაპარაკე ბათუმას აქვს მალის ბიჭებიც არიან რა ექვსი საათი აი 6 რო გახდება დავიწყოთ იგი კაცევა გამოცევა რა შეუძლიათ ოღონდ აი თან ხილად ინტეგრირება არ მაიყვანოთ ახლა იგი შეტაკება თავდაპირველად რაც შეიძლება მეთიკერა მეთიკერში რომ დიდი ტერიტორია ავიღოთ და დაგინარი მაქსიმალურად მე უკვე აი ვინ მოგდება ჩვენიანი პოლიციელები რა აი და რეგიონი ვებერტო ეხლა 4-ზე დაიწყე ხალხი შეკრებას კი 4-ზე დაგვიწყეთ იქ უკვე ყველაფერი ზარი დაიწყეს რომ 4-ზე შეკრება დეთის ერთი ხმა უნდა და დეთის უნდა დაიწყოს შენ ამოსვლაზე ყველაფერი მოგიფიქრებია არა მე საფრთხემ ვერ გამოვარდა გრეუსის იმაზეს ყურა და ეხლა დამიწერეს ემანდე თორე იჩერა შემოვლებით ვიცადი რომ შეიძლება რა ამ დეტას მე ესე ესმით ხო მეგობრებო რაზე ოცნებობს ნაბოზარი ახალაია სიამოვნებით მივცემდი ბოუშებს იარაღს კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ეს მომენტი საათის იარაღს ამ დამიწერეს ემანდე თორე იჩერა შემოვლებით ვიცადი რომ შეიძლება რა ამ დეტას მე ესე 2 საათის 2-ზე უკვე ხაზზე უნდა ვიყოთ ყველა რა კი 2-დან უკვე კონტაქტზე მოსხოვიტაში აზიარიან ძველი პატრონები ვინცაა და მაგის თემასაც გამოგზავნიან მაგაზე არ ვიფიქროთ ვიეტარიელა და სასტავ მოიხოდება რა ვიბიჭებზე თქვენს და ერთიანობაში რაღაცა უნდა ქნათორი ბოლება პატრონები პორტოლი ეს თუ გადააგულეს ხოცები დეთის კონტაქტვაჯდებიან ბოლომდ 100%-იანი სისხლი იქნება და ჩათვალე მაგოცის ვეღარაფერი ვერ გააჩერებს ესეთ იქნება აი უნართან გაიგეთ ხო სისხლი იქნება და ამ პროცესს ვერაფერი გააჩერებსო ნაბოზარი ახალაია იძახის და ეს ქინძი რას პასუხობს აი ეს ქინძი ხო გაისმეთ წესით იქნება აი ამაზე ოცნებობდნენ ეს ნაბოზრები ესენი შენი ჩემი ვსო რაგნა ბავარი იქნება აი მასა ჩქოლო ყოიციო ეცემა დაატრიალებს შენ უგიდოდეს იქშინინანო დააჩერო შეწება დააჩერო აი მოგინახავს ცეცხლება აი მაგნაროგის ბიზნეს და უცებ სანიერ პასუხიეს აი ეგ ეფექტი ექნება და ახი უთქებს გარდაიცლება მთელი ქალაქი პოინტი და აი ამაზე ოცნებობდნენ რეალურად და დღესაც ამაზე ოცნებობენ ეს ნაბოზრები რა და ბოლოს განახებთ იმ ადამიანებს უпростоრად იმ ბიომასას, იმ პირუტყვებს, იმ ბოზიშვილებს, ვის იმედათაც იწყებდნენ აქ სისხლისღვრას და მე აი ეს ნაბოზრები უნდა მოშველებოდათ. ვითომ უკრაინელი გმირები სინამდვილეში ჩვეულებრივი ბოზიშვილები. აი ეს არსებები. ეხლა განახებთ ვიზე მაქვს საუბარი. დაჩმორებულ მოსახლეობას მოგმართავთ. რა ჩემ ფეხებს აკეთებთ მანდა მარტო ჭამა ჯმიაზე ხეთ გადასულები? რა ჩმორიაშვილებო. ცოტა გადავჭერდა მან ჩამოვარდ და მე არ დაიწყოთ რომ აუ ჩვენც გვინდოდა ის გვინდოდა ეს გვინდოდა რაღაც გაფრების მოყოლები არ დაიწყოთ რა. კიდევ ერთხელ გეუბნებით. საქართველოს მიწასთან გავასწორებთ. თქვენთან ერთად გავასწორებთ მიწასთან. ეს კატოკივით გადაგივლით ყველას. საქართველოში შემოვალ ტანკებით. ტანკებით შემოვალ აფხაზეთის მხრიდან შემოვალ. იმიტომ გითხარით გადაგივლით. დრო მოვა გადაგივლით. მელიებო, პელიებო და მაგათი დამხმარებლებო, თქვენ ხართ ხელშემწყობი, მიშას ვისაც კლავთ ეხლა თქვენ და ჩუმად ახარ და არაფერს არ აკეთებ და ხმას არ იღებთ. მიშას დალმინდი ხარ ძმაო, ერთად შემოყვია ბიჭო მიშას ხელის გულზე ვატარებ, კაცმა სახელმწიფო შექმნა, თქვენ შეყვარდა ცოტა. პრეზიდენტია, კაცი, ქვეყნის პრეზიდენტი. აი ეს არის მეგობრებო ნაცების რეალურად ოცნება რა და იმ ქართველ მებრძოლებს მიმართა ვინც უკრაინაში არიან აი ამ ორ ყლეს რო დედა არ მოუტყანით თქვენი მინუსია ეგ რა ვინც მართლა ამ ქვეყნის პატრიოტებად თulit თავებს ეხა დაგემშვიდობებით და კარგად იყავით ყველაფერს კარგს გისურვებთ მეგობრებო